რატო გადაწყვიტეთ რომ პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმისთვის მიგემართათ? ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მე აქ ვარ და შიმშილობ. თქვენ რო თქვით რა აუცილებელია ხო ეს სოლიდარობის აქცია იყოს, კარვების ქალაქი იყოს, მაგრამ არ ხდება, რატო არ ხდება? მე მგონია რომ ეს არის პარტიები თუნდაც რატო არ აორგანიზებენ ამას? მე ჩემ მოსაზრებას გეტყვი რა, ჯერ ეთყობა მაგაზე ვერ შევთანხმდით, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანია. ანუ პარტიებსაც აუგზავნოთ, ლიდერებსაც დავიჭერთ, მოისმინე ალბათ ხო რა ბრალდებების წაუყვანეს. პირდაპირ განაცხადი იყო, რომ ჩვენ მივდივარ დიქტატურისაკენ და გაჩერებას არ ვაპირებთ. ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე შედიან. აი ბოლომდე გასვლა რატო გადაწყვეტა? მანაერად ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. იმიტომ რომ მან ამოწურა ყველა სივრცე. დიქტატურის ამყარება თუ გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რატო გამორიცხავა? ხო, არა, მე არ გამორიცხავ, მე ამას რომ გამორიცხავდე, საშიმშილოდ რატო დავждებოდი? გატეხილი ხმალივით მართალი უნდა იყოს, თუ ჩვენ დიქტატურას ვერ აჩერებ. მე არ უნდა თქვა, ბაბუ მე დამხვრიტეს. ასე თქვი ხალხს, ვიზეც ახლა საუბრობდი, რომ ვისაც აღარ აქვს რეაქცია, ისეთ როგორც 1-2 წლის წინ ქონდა, აღარ გამოდის ქუჩაში. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, კოტე აფხაზი, ჩვენი დიდი მებრძოლები ანწუხელიძე, ყველა ჩვენ მოგვიწოდებს თავგანწირვისთვის და ბრძოლისკენ. და რა უფლება გვაქვს ჩვენ აი ასეთი კატეგორიებით ვიაზრონოთ და ვიფიქროთ, რომ რა აზრი აქვს და ამ ეს რას მოგცემს, როგორ არ მოგცემს. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაქი. ჩვენ დღევანდელ გადაცემას აქ პარლამენტის წინ კიბეებზე ჩავწერთ, რადგან როგორც იცით, სწორედ აქ უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს შიმშილობის აქცია. აქ შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. შიმშილობის ეს აქცია დაიწყო პოლიტიკოსმა გედემან ფოფხაძემ და ჩვენი გადაცემის ძირითადი სტუმარი სწორედ ის იქნება. თუმცა გადაცემის ბოლოს ასევე მოგასმენინებთ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც შემოუერთდნენ გედემან ფოფხაძის ამ აქციას და მასთან ერთად შიმშილობენ. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რას ფიქრობენ ეს ადამიანები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რატომ მიმართეს პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას და როგორია მათი აზრით გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. მოგესალმებით, ბატონ გედევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე-12 დღეა უკვე შიმშილობთ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ რატო გადაწყვიტეთ, რომ პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმისთვის მიგემართათ. ხედავთ, რა ყოველდღე აქცია იმართება, ყოველ საღამოს, მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ასეთი ფორმით გამოგეხადათ პროტესტი. რას მოიტანს ეს შიმშილობა თქვენი აზრით? ჯერ ერთი მიმაჩნია, რომ მოცემულობა შეიცვალა ქვეყანაში და ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შიმშილობის ფორმით გავეპროტესტებინა, რაც ხდება ეს აი ამ რეალობამ შექმნა და არა ჩვენმა სურვილმა, რომ ესე გავაპროტესტოთ რამე ხა. არის ობიექტური მოცემულობა, ივანიშვილმა გადაწყვიტა ქვეყანაში რეპრესიული სისტემის შექმნა და ამ რეპრესიულ სისტემას ყოველდღიურ რეჟიმში ეწირებიან ადამიანები. მათ იჭერენ და აი ამ გზით ადმინისტრაციული პატიმრობებით, ჯარიმებით, ჯერ და მერე ადმინისტრაციული პატიმრობებით მათ გადაწყვიტეს ქართული საზოგადოების დაშინება. რომ ხალხმა უბრალოდ შეწყვიტეს პროტესტი. აი ეს არის ახლა მათი გზავნილი საზოგადოების მიმართ. ამიტომ ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მე აქ ვარ და შიმშილობ. გონია რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც გაითავისა, რომ ეს პროტესტის სწორი ფორმაა და შემოერთდა ამ აქციას და ერთად ვართ, ამას კარგად ხვდება, რომ ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ ცუდი რაც პროცესი, რომელიც უნდა გაპროტესტდეს. ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის პრობლემა, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოსთვის შექმნა. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია დაიწყეს და საკუთარი ხელისუფლების გულისთვის, რომ შეინარჩუნოს ეს ხელისუფლება, გადაწყვიტეს ყველაფერი წაშალონ. აი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი დაასრულონ და გააფორმონ ქვეყანაში ოფიციალურად დიქტატურა. ეს არის რაც რეალურად ხდება. ახლა ასეთ მოცემულობას დაუპირისპირდე უბრალოდ აკადემიური პროტესტის ფორმებით, მგონია რომ უკვე არაადეკვატურია. შიმშილობის ფორმა პროტესტის ძალიან ხშირად გამოიყენებოდა
პოლიტიკური პატიმრების მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც იმყოფებოდნენ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში და იდევნებოდნენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო. როცა შენ ატყობ, რომ შენი სამშობლო, შენი ქვეყანა შეიძლება მთლიანად გადაექცეს ერთით ციხედ, გასაგებია, რომ ეს პროტესტის ფორმა ავტომატურად ხდება აქტუალური და ალბათ სწორი. ქვეყანაში არის პოლიტიკური პატიმრები. არის არალეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა: ახალი სამართლიანი არჩევნები და ის რომ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. როდესაც ქვეყანაში არის არალეგიტიმური ხელისუფლება და ყავს პოლიტიკური პატიმრები, იქ რადიკალური პროტესტი არის უკვე ძალიან აუცილებელი. მე მგონია, რომ რუსთაველის გამზირი არის ის ეპიცენტრი, სადაც ეს ყველაფერი უნდა იხარშებოდეს, უნდა აი აქ ხდებოდეს ყველაფერი ამის ერთად შეკვრა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შიმშილობა არის ერთადერთი პროტესტის ფორმა, რომელთაც უნდა დაუპირისპირდეს რეჟიმს, მაგრამ თუ შიმშილობას დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, თუ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ 24 საათიანი პროტესტი არის ჩვენი გამოსავალი, თუ მიხვდებით იმას, რომ აქ უნდა სულ იყოს საპროტესტო მუხტი 24 საათი. ხო, საინტერესო თემა არის. ანუ ყოველ საღამოს კი არ იკრიბებოდნენ ადამიანები. თქვენ ფიქრობთ, რომ ეხა შესაძლებელია, ხო, პროტესტის ფორმები, ქუჩის გადაკეთვას 2 დღე უკვე აღარ გამოდის, პოლიცია აღარ უშვებს ადამიანებს ქუჩაზე და რაღაცა ახალ ფორმებზე არ გადასასვლელი და ანუ იყოს არა ყოველ საღამოს შეკრება, არამედ 24 საათიანი პროტესტი. ანუ აქ იყოს კარვების ქალაქი. ამას ამბობთ, ხო, როგორც? ხო, მე ეხლა თუ 24 საათიანი პროტესტია, ეხლა არ ვიცი, ძალიან არახუმანური რეჟიმიც კი. აქ არ არის საუბარი, ხო, პუტინზე, ლუკაშენკოზე, ან მით უმეტეს შვილად კორეაზე. ნუ მეტნაკლებად არა ასე შუალედური დემოკრატიის რეჟიმი, რომელიც კიდევ რაღაცა ჰუმანურ სტანდარტებს ინარჩუნებს, შეეგუება იმას, რომ თუ 24 საათიანი პროტესტი არის, კარვების ქალაქი იყოს. იმიტომ რომ ღამე აქ არავის გარეშე ფიზიკურად ადამიანი ვერ გაძლებს. ახლა ჩვენ არა გვაქვს თვითმკვლელობის გაცხადებული ცდელობა. ჩვენ გვაქვს პროტესტი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი კომფორტის ზონიდან, გამოვედით 100% და 24 საათი ვართ აქ. აქ რო იქნება 24 საათი საპროტესტო ჯგუფი, იმას დაჭირდება კარვები და ეს კარვები იქნება თანმდევი ამ პროტესტის. ხო, ანუ აუცილებელი არ არის ყველა მიშიმშილი. რა თქმა უნდა. უბრალოდ იყოს 24 საათიანი პროტესტი. თუ აქ არის მოშიმშილეთა რაღაცა ჯგუფი, აბსოლუტურად არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი, იმიტომ რომ ჩვენ 24 საათიან რეჟიმში დაგვჭირდება თანადგომა ჩვენი მეგობრების, თანამოაზრების, თანაგუნდელების, ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვულით, ახლა ჯერჯერობით გვაქვს. რამდენი ადამიანი შიმშილობთ სულ? ახლა აქ ვართ 7, ერთი შიმშილობს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, ბაკურიანის იზოლატორში დათო ჭელიძე, რომელიც შიმშილობის პირველ დღეს დააკავეს და მიუსაჯეს 14 დღე. შემდეგ შესაბამისად აქციის მონაწილე ვართ 8, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს აქცია გაფართოვდება მე, იმიტომ რომ ეს არის პროტესტის სწორი ფორმა. შესაბამისად თუ მე უკვე მივედი 20 დღიან ზღვარზე, გადავწვდი და უფრო მეტი დღეები არის უკვე შიმშილობის, იქ გასაგებია, რომ ახალი მოშიმშილისთვის მე ვარ ერთგვარი კედელი და გარკვეული წინაპირობა იმისი, რომ მას აქ არაფერი მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ ემუქრება. აქ არ არის იმისი მცდელობა, რომ ვიღაცა მოხვდეს. არ არის ასეთი ამოცანა. არის ამოცანა გავაძლიეროთ პოლიტიკური მიზიდულობა, ხელი შეუწყოთ საზოგადოების გაერთიანების პროცესს, აი ამ ერთიან ბრძოლას დაერქვას ეროვნულ-გამართლოსო მოძრაობა, არა რომელიმე პარტია, არა რაღაცა ოფიციალური ორგანიზაცია თავისი გამგეობით და სტრუქტურებით, არამედ ადამიანთა ერთობა, სადაც ყველა ადამიანმა იცის, რისთვის იბრძვის, რომ მას უნდა, რომ ქვეყანა არ მოხდეს იზოლაციაში, რომ ქვეყანა წავიდეს ევროპისკენ, რომ იყოს დაცული ადამიანის უფლებები და მე სულხას უსვამ მე იმას, რომ ქვეყანაში რომ პოლიტპატიმრებია, ეს არის სამართლებრივი პრობლემაც, მორალური პრობლემაც და უფრო მორალური ვიდრე სამართლებრივი რა. ახლა ყველა დღეს ჩვენ ცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით, მაგრამ ვიღაცები იმის გამო რომ მათ აქვს განსხვავებული
პოლიტიკური შეხედულებები საჯელახსრულების დაწესებულებაში არის, პატიმრები არის. ამისი არ გაპროტესტება, ამაზე ყოველდღიურ რეჟიმში არც საუბარი, ამაზე არ აპელირება, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ, დღეს იქცნენ სინდისის პატიმრებად, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ ოპოზიციაში და რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ გარანტი და წინაპირობა ქვეყანაში პოლიტიკური სამართლებრივი პროცესის, რომ ქვეყანა მისულიყო ევოლუციური პოლიტიკური ცვლილებების წინაშე ციხეში არიან, ესე იგი ესეც და ესეც აუკრძალეს საზოგადოებას, ან პოლიტიკური ცვლილებები, ან რაღაცა სამოქალაქო აქტიურობა, ყველაფერზე ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს დასჯადია, ამაზე დაგიჭერ და მე პირდაპირ ვეუბნები საპასუხოდ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ პატიმრებს, რომელსაც ყავს პოლიტიკური პატიმრები, ის პოლიტიკურ პატიმარს რო უყურებს, ის უყურებს თავის მომავალს. თავის მომავალს ხედავს იმაში, ოღონდ აი ამ წინსართის გარეშე იმიტომ რომ შენ თუ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისთვის იჭერ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში შენი სამართლებრივი პასუხისმგებლობა კითხვის ნიშნების ქვეშ აღარ იქნება. ამიტომ გონია რომ ჩვენ ახლა აი ამ პროტესტით უნდა დავარწმუნოთ ყველა რომ 24 საათიან პროტესტს ალტერნატივა არ აქვს. რუსთაველზე ჩვენ 24 საათიან ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. ეს ვიღაცამ შეიძლება გააკეთოს მორიგეობის სახით და თუ ჩვენ 24 საათი ვართ, ვიღაცა იყოს 3 საათი, 4 საათი. ჩაენაცვლოს. თქვენ რო თქვით რა აუცილებელია, ხო ეს სოლიდარობის აქცია იყოს, კარვების ქალაქი იყოს, მაგრამ არ ხდება, რატო არ ხდება? მე მგონია რომ ეს არის პარტიები თუნდაც რატო არ აორგანიზებენ ამას? მე ჩემ მოსაზრებას გეტყვი რა, ჯერ ეთყობა მაგაზე ვერ შევთანხმდით, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ რომ ამას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ შეიძლება ვიღაცებს მიაჩნიათ რომ ეს არის ყველა დროის ენერგიის და ადამიანური რესურსის დახარჯვა. მე ამას არ ვეთანხმები მერაფერ. აქ რომ ადამიანი გაივლის, უცხოელი სტუმარი გაივლის, საქართველოს მოქალაქე, ვიღაცა სახში ზის და გული შეტკივა საქართველოზე. მან უნდა იცოდეს 24 საათში სად წავა, რომ მივა რაღაც ადგილას, მაპატე და ერთგვარი მომსახურების ფორმაცაა მერაფერს რა. მორალურ ნაწილზე უკვე აღარ ვამბობ არაფერს, პოლიტპატიმარი როა ქვეყანაში, შენ სახში შვიდათ არ უნდა გეძინოს. აი, აქ რო ადამიანები მოდიან, მათ უნდა მიიღონ ის მორალური თანხმედრა ემოციური, რაც მათ სჭირდებათ. როცა სახში არიან და დარდობენ იმას, რომ ქვეყანა გასაჭირშია. ამიტომ ეს 24 საათიანი რეჟიმში უნდა იყოს რა. როგორც მეგობრობა უნდა იყოს 24 საათიანი, ისე პროტესტიც უსამართლობის წინაშე, როცა აი ასეთი ისტორიული ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგება ერი, ისიც უნდა იყოს 24 საათიანი. კი ბატონო, ნახოთ ეს საბოლოო ჯამში გამოვა თუ არა, მაგრამ ფაქტია როგორც თქვი ხო, ახლა ქუჩის გადაკეტვა ადრე თუ გვიან დასრულდებოდა ისეთი რეპრესიული კანონები მიიღეს, ხო ხა ციხე არის ერთწლიანი ამ ყველაფერზე. ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური მოვლენების გაგრძელება აი ასეთ ვითარებაში, რაც დღეს არის, ხო? ბევრს ეჩვენება რომ რაღაც ციხში შევიდა თითქოს პროცესები. მერაბ, რეჟიმი პირდაპირ გეუბნება რომ გაერთიანდეთო, ისინი გეუბნებიან. თან ისე კი არა რომ ეს მათ აწყობთ. ესე იგი, მათ ქმედებებს ისეთი ლოგიკა აქვს, რომ არ გაერთიანების შემთხვევაში შენ ვერც იდენტობას ვერ ინარჩუნებ პოლიტიკურ პროცესში და ვერც ბრძოლის მოგების შესაძლებლობას ვერ ქმნი. ესე იგი, იმათ თავიანთი მოქმედებებით პირდაპირ გითხრეს რომ გაერთიანდეთო. ახლა ჩვენ ხშირად ქონდა მაგაზე საუბარი, რომ აი სად არის გაერთიანების წინაპირობები. არის იქიდან მოდის ეს. რეჟიმი გეუბნება რომ გადაგივლი და შენ ამ შემთხვევაში ცალკე რაღაცა ჯგუფებად დანაწევრებული, აი ამ საფრთხეს ვერანაირად ვერ ერევი. იმიტომ რომ ჯერ ერთს გადავლის, მერე მეორეს, მერე მესამეს, არასამთავრობებს დაარტყეს, პარტიებს აუქმებენ, მედიას არ დატოვებენ ყურადღებად. ხო ხვდებით ყველა, რომ კრიტიკული მედია იქნება ერთ-ერთი თავარი დარტყმის ობიექტი თუ პოლიტიკური სეგმენტი განადგურდა. მე კრიტიკული მედიისთვის პოლიტიკური სეგმენტი ისე საჭიროა. შენ ჟურნალისტი ხარ და შენი ამოცანა ვერ გახდება დაიწყო ქადაგება რაღაცა პოლიტიკურ თემებზე. მაშინ პროპაგანდისტი უნდა გახდეს. შენი ამოცანა აზრთა ჭიდილში საზოგადოებას ხელი შეუწყო რომ მათაც იფიქრონ რაღაც საკითხებზე და ისინიც ყველა რესპონდენტი ციხეში აღმოჩნდა ვიღაც ჩავწერთ. ვეღარ ჩაწერე უბრალოდ და შენ გზა პროდუქტი ხო არ უნდა მიცე რომ აი ესაა სწორი და ესაა ტყუილი, იმათაც უნდა იფიქრონ და შენ თუ დაინახე რომ პოლიტიკური სპექტრი დარჩა ან მარტო ისეთი რომელიც ედავება ხელისუფლებას რაღაცა
კომუნალურ საკითხებზე, ესე ოპოზიცია, რომელიც არც კი გეგმავს ხელისუფლების შეცვლას, არც კი საუბრობს პოლიტპატიმრებზე, არ საუბრობს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე, არამედ უბრალოდ საუბრობს იმაზე, რომ აი კომუნალური პრობლემებია და მოდი ამაზე ერთად ვიმჯელოთ და გადაწყვიტოთ და უპატრონო ძაღლებს მივხედოთ. თუ აი მარტო ეს იქნება პოლიტიკური წესრიგი, შენ როგორც ჟურნალისტი უბრალოდ არანაირი სივრცე აღარ გექნება მუშაობის, უკვე ფინანსურ ნაწილზე აღარაფერს აღარ ვამბობ. ხო, მოდი შევაფასოთ, მაშინ აი საგამდე მივიდა დღეს ოცნება, ხო, ხედა პარტიების აკრძალვა. ანუ რაზეც თითქოს ადრე წარმოუდგენელი იყო, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეს ელაპარაკა, თუ დემოკრატიაზე ქონდა პრეტენზია, დღეს ეს როგორ გახდა ჩვეულებრივი ამბავია. ხელსურად გამოდის, გვეუბნება ოპოზიციის პარტიებს აკრძალვა, მეორე დღეს იქიდან ვთქვათ ევროკავშირიდან ამის საფასუხოდ საკმაოდ მძიმე დასკვნა და ანგარიში მოვიდა, ესენი ანგარიშის საფასუხოდ ამბობენ, რომ მაშინ ყველას დავიჭერთ. ანუ პარტიებსაც აკრძალავთ, ლიდერებსაც დავიჭერთ, მოისმენი ალბათ ხო რა ბრალდებების წაუყვენეს. არა, მე იურისტი ხარ შენ შესაბამისად ანუ ფაქტობრივად იმის გამო რომ რატო მოითხოვეთ ჩვენი სანქცირებაო, ეს არის რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმაო და ამის გამო იჭერენ ხალხს. ხო, ახლა ეს პირდაპირ განაცხადი იყო, რომ ჩვენ მივდივართ დიქტატურისაკენ და გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს ასე უნდა გადათარგმნოს მსგავსი ბრიფინგები და პოლიტიკური განცხადებები. იმის იქით ახლა რა ფრაზოლექსიკა რა ფრაზებია და რა შინაარსი არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ის უბრალოდ შეფუთულია რაღაც ზოგად ფრაზებში, რეალური განაცხადი არის, ქვეყანა მიდის დიქტატურისაკენ, მიდის იზოლაციისაკენ და აქ უკვე პოლიტიკური პროტესტის სივრცე აღარ იქნება. ახლა ამისი ადეკვატური უნდა ვიყოთ ჩვენ. არ შეიძლება ამ პროცესს ჩვენ ვიღებდეთ მორჩილად და თუ ამდენი პოლიტპატიმარია, ჩვენ 24 საათი არ ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, არ ვერთიანდებოდეთ საპროტესტო მასასთან, იმიტომ რომ აქ რაზეა საუბარი? პოლიტიკოსების ნაწილი მაინც რაღაცას იმედოვნებს თუ რაღაცა მაინც იტყუებს ამ ოპტიმიზმს, რომ მათ მიეცემათ პროფესიული პოლიტიკური საქმიანობის სივრცე. არ მიეცემათ. აქ არის ერთადერთი სივრცე. ყველას დაერქვას ეროვნული გამართლების მოძრაობის წევრი. ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე შენიაზე. ბოლომდე გასვლა რატო გადაწყვეტა? მანაერად ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. იმიტომ რომ მან ამოწურა ყველა სივრცე. მას დღეს ჭირდება დიდი რაოდენობით ფული და ეს ფული მან უნდა ამოიღოს ქართველი ხალხისგან. იმიტომ რომ დაბეგრავს ქართველ ხალხს, ის დაერია თავის წრეს, რომელსაც თავის დროზე მიუშვა საბალახოდ და მოაპარინა. ახლა ცდილობს იმ ხალხისგან ამოიღოს ფული, მერე აიღო სამიზნედ ყველა საშუალო ფენა, ვინც იღებს 40,000 ლარზე მეც და აქვს უძრავი ქონება, რომ იმათგან ამოიღოს ფული. აიღო სამიზნედ ადამიანები, ვისაც შეიძლება 2 სამსახური ქონდეს, აიღო სამიზნედ მასწავლებლები, რომელსაც რეპეტიტორობა უნდათ რომ აწარმოონდა. ახლა რატო უნდა დაბეგროს სახელმწიფო ყველა ეს ადამიანი? ხო, დაბეგროს ცოტა უფრო მსხვილი ბიზნესი, არ ვიცი, ის საშემოსავლო ტვირთიც პირიქით უნდა შეამციროს სახელმწიფოს, თუ უნდა რომ დაბეგრის ბაზარი გაიზარდოს და რეალობა ისაა, რომ ესენი ამ ბიუჯეტიდან ამ მობილიზაციას განათლების რეფორმა დაგვიანოს ეს. კი, მაგი უკვე არაფინანსური, არამედ აი მომავალზე ორიენტირებული ბოროტება, რომელიც დაგინგროს მომავალს. ახლა ის წარმატებებიც და რაღაცა პოზიტივიც რაც ქვეყანაში არის, იმის გადახაზვაც გადაწყვეტეს, იმის დანგრევაც გადაწყვეტეს, მაგრამ აი ფულის ასე ბიუჯეტში მობილიზებას რა მიზანი აქვს? ჩვენ მეორე მხრივ ხედავთ, რომ ბიუჯეტი დატაცება ხდება. ქვეყანაში არის მასობრივი კორუფცია. ესე იგი, ნეპოტიზმი, კორუფცია და კომფორტული გარემო საკუთარი გარემოსთვის და ჩინოვნიკებისთვის. ესე იგი, ბიუჯეტში ამ თანხების მობილიზება ხდება არა იმიტომ, რომ თქვა კიდე რაღაცა ისეთი გაკეთეს, რომ თქვა რომ პენსიონერს ხო გინდათ პენსია მივცეთ. ის პენსიები 20 ლარით იზრდება, მაგრამ დეპუტატის ხელფასები 1000-ებით იზრდება. ჩვენ ხედავთ, რომ მათი კომფორტი და მათი კარგი პირობები, იმით რომ ქვეყანა იზოლაციაში იქცევა და ფული აღარ აქვს და ამ ფულის ამოღება ხდება, ამით არანაირად არ იცვლება. სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის პროცესი, რომელსაც ვერ შეაჩერებს რეჟიმი. მით უმეტეს იზოლაციის პირობებში ჩვენ კარგავთ საერთაშორისო კონტაქტებს, რომელიც ჩვენ გჭირდება ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, თუნდაც მაღალი ტექნოლოგიების მოზიდვისთვის. ჩვენსნაირი პატარა სახელმწიფო კი არა, რუსეთისნაირი უზარმაზარი სახელმწიფო 4 წელის მანძილზე ომის წარმოების და
სანქციების ფონზე ეკონომიკურად ძალიან დაზარალდა 8 ტრილიონი ბიუჯეტის დეფიციტი აქვს. ფიქრობენ დეგეგის გაზრდაზე, ფიქრობენ უკვე გაზარდოს კომუნალური გადასახადები, ფიქრობენ აი ფულის ამოღების სხვა ფორმებზე, ემისიაზე, რომ ფული დაბეჭდონ, რომ რაღაცა ისინი ობლიგაციები გაყიდონ, რომელიც ფიქტიურია და ამოიღონ, იმიტომ რომ იზოლაცია ყველა სახელმწიფოს აგდებს ამ მდგომარეობაში. იზოლაცია ინდოეთს, ჩინეთს, რუსეთსაც გაანადგურებს, არათუ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი თვითკმარი ხო, ნუ მაგის გამო ფიქრობდა, რომ ბევრი რომ საქართველოსგანო ბელორუსი არ გამოვიდა, ეგეთ დიქტატურას ვერ დაამყარებო, მაგრამ ფაქტობრივად მივედით, ხო? კი, მივედით. თუ არ ეთანხმები ამ მოსაზრებას. არა, მივედით, ძალიან ახლოსა ვართ, თუმცა მე მემაჩნია, რომ დიქტატურას ჭირდება ფინანსური რესურსები. აი, იმიტომ ეს ყველაფერი არის. ჯერჯერობით აქვთ ეკონომიკურს და გუშინ გამოვიდა ეროვნული ბანკი და რეკორდი დავამყარეთ რეზერვების მობილიზებაშიო და ასე შემდეგ. ანუ ამ ხრივ პრობლემა არა. ეს არის ციფრები, რომელიც ძალიან მალე ჩამოიშლება ამ პოლიტიკის ფონზე. იზოლაციის ფონზე ჩამოიშლება. ახლა შენ რო გეუბნები, რომ ჩვენ არაბული ინვესტიცია შემოგვაქვს, ესენი ხო, ეს ხო არ არის უბრალოდ არაბებისთვის ქვეყნის განიავება მიყიდვის პროცესი, ხო? თავისთავად ესეც არის, იმიტომ რომ არაბები პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსიის გარეშე ინვესტიციებს როგორც წესი არც ერთ ქვეყანაში არ დებენ. მაგიტომაა რომ არაბული ინვესტიციები არც ისე სასურველი არ არის არც ევროპისთვის და არც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის. შენ რომ ამ ექსპანსიას კარები გაუღე, შენ ამითი აღიარე რომ შენ ფინანსური პრობლემები გაქვს სხვა ინვესტიციებისთვის, თავისუფალი ბიზნესისთვის შენ პრობლემა გაქვს. შენ თვით ინვესტიციისთვის, აი საკუთარი მოქალაქეებისგან, შეძლებული ქართველებისგან ინვესტიციისთვისაც პრობლემები გაქვს, იმიტომ რომ ყველა ხდება რომ ნებისმიერ შეიძლება მე შეუვარდნა ბიზნესში და დააყაჩაღონ და დაასრულონ მისი ბიზნეს საქმიანობა და დაკარგოს ყველაფერი. ამიტომ ამ მოცემულობაში მათი დღევანდელი ციფრები არის ფიქტიური, იმიტომ რომ ხვალ ეს ციფრები შეიძლება ძალიან მარტივად შეიცვალოს და მოსახლეობისთვის თავარი ციფრები ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება მაღაზიაში. ეს არის მოსახლეობისთვის ის სტატისტიკა, რომელიც ყველაზე მგრძნობიარია. რა თქმა უნდა, შედიხარ მაღაზიაში და გუშინ იყო ერთი ფასი, დღეს არის მეორე ფასი, არის მომატებული ფასი და ის თანხა, რომელსაც შენ შოულობ, აღარ ყოფნის იმ კალათასთვის, რომელიც არის მინიმალური საარსებო კალათა. და აი ამ ფასების ზრდაზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს. ლაპარაკობენ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ეკონომიკური მაჩვენებელი სულ იყო წარსულზე, ხო, ორიენტირებული და საქართველოს ეკონომიკურად არც ისე ძლიერი არ არის, პლუს-მინუს 1%. საქართველოს მაღალი ეკონომიკური დაჭირდება იმისათვის, რომ ხალხის კეთილდღეობა იყოს მიღწეული. მაგრამ ამის მიუხედავად ჯერჯერობით გამოსდის ყველაფერი, ხო, ხედავ. თუ გამოვიდა მე რა ხდება? დიქტატურის დამყარება თუ გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რატო გამორიცხავ? ხო, არა, მე არ გამორიცხავ, მე ამას რომ გამორიცხავდე, საშიმშილოდ რატო დავждდებოდი, სახში ვიქნებოდი და ტელევიზორის მეშვეობით გავიგებდი ინფორმაციას რა ხდება და ხანდახან დავждდებოდით და გავანალიზებდით მიმდინარე მოვლენებს შენთან სტუდიაში, ხო? მაშინ აქ პარლამენტის სანამ ყველას დაგვიჭერდე. ხო, ნუ არა. თუ მაგი ვიცით რომ არის ტენდენცია რომ ყველა დაგვიჭირონ, მაშინ უნდა თადარიგი დავიჭიროთ, რომ მორალურად მზად ვიყოთ იმ ციხისთვის, რომ ჩვენ, არ ვიცი, თბილი ბინებიდან კი არ გამოგვიყვანონ, არამედ აი ესე ქუჩის პროტესტიდან წავიყვანონ. თუ ჩვენ უშუალოდ იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება დიქტატურა შედგეს, დიქტატურას მაშინ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა დაუპირისპირდე. აქ არ არის საუბარი, რომ გააჩერებ დიქტატურას. გატეხილი ხმალივით მართალი უნდა იყოს, თუ ჩვენ დიქტატურას ვერ აჩერებ. მე არ უნდა თქვა, ბაბუმე დამხრიტესო. აი ამაზე მორალური პასუხისმგებლობა ყველას აგვაქვს. ჩვენ ჩვენივრად ხდებით. მაგრამ ნახე როგორი სიტუაცია შეიქმნა 2 წლის წინ, 3 წლის წინ ასეთ რამ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, აი დასავლეთის მისამართით ოდნავ რაღაც პრობლემაც კი თუ შეიქმნებოდა, წარმოუდგენ რუსულ კანონზეც კი რამდენი ხალხი გამოვარდა. ხო, ანუ NGO-ების წინააღმდეგ მიღებულ კანონზე რადგან ხალხმა დაინახა, რომ ეს დასავლეთის მიმართულებით ჩვენ სულას ურტყამდა, თორე NGO-ების დასასწრად თქვა, რომ ეს ხალხი გამოვიდა და ამაზე იყო უდიდესი პროტესტი.
მერე რო გააკეთა განცხადება კობახიძემ იმაზე რომ ვაჩერებთო, ამაზეც უამრავი ხალხი გამოვარდა, მაგრამ ეხლა თითქოს ესეც გადაწყდა. ეხლა პირდაპირ გვეუბნებიან, აგერ ნეიტრალური საქართველოს შექმნეს პარტია, იქ მათი ექსპერტები გამოდიან და საერთოდ ევროკავშირზე ვარ თქვა და უკვე აღარავის რეაქცია აღარ აქვს. ანუ ეს თითქოს გადატეხეს. ხალხი შეაჩვიეს, რომ მორჩა ეს ყველაფერი. რაც ადრე თქვენ მიგაჩნდათ წარმოუდგენლად, რომ მაგალითად დასავლეთისკენ აღარ ვიაროთ. ესეც წარმოსადგენელი გახდება. წარმოუდგენლად ჩვენ ეს არ მიგვაჩნდა, მაგრამ როცა ჩვენ კონსტიტუციაში წერდით 78 მუხლს, იგივე ხალხი იღებდა მაგაში მონაწილეობას, ხო? ხო. ეს მაგრამ მე ახლა ხალხის რეაქციაზე ვამბობ, ანუ ხალხს 2 წლის წინ ასეთ რამეზე, რაც ახლა ქონდა, ალბათ მთელი თბილისი ქუჩაში იქნებოდა, მაგრამ და მასეც მოხდა 2 წლის წინ, შარშანაც ასეც მოხდა, მაგრამ ეხლა თვითონ შეეჩვია ხალხი ამ ყველაფერს. და აღარ რეაგირებს. 4 ოქტომბერს ხალხი გამოვიდა ქუჩაში და დააფიქსირა თავისი პოზიცია. როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ახლა სხვანაირი შეფასების ნაწილია, მაგრამ აი პირველ ნახევარს 4 ოქტომბრის თუ შევაფასებთ მეორე ნახევრის გარეშე, რაც ბევრი კითხვის ნიშნებია ჩემთვისაც და მაგიტო მარტო პირველი ნახევარი შემოვიფარგლები. პირველი ნახევარი იყო მასობრივი სახალხო პროტესტი ქვეყანაში არსებული რეალობის წინააღმდეგ და იმისი დაფიქსირება, რომ ჩვენ გვინდა ცვლილებები. ეს იყო ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. ეს იყო პროტესტი პოლიტპატიმრების წინააღმდეგ, ეს იყო პროტესტი არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს იყო კიდევ ერთი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. როცა ამ ქვეყანაში რუსული კანონი მიიღეს, ყველა მიხვდნენ, რომ იწყებენ არასამთავრობებით, მაგრამ გადავლენ სხვაზე. ხო. მაგრამ ეხლა აღარ არის ეს რეაქცია. მე შეიძლება რომ ხვალო პირდაპირ გვითხრან რომ ევროკავშირის აღარ მივდივარ, ამაზე რეაქცია აღარ იქნება. ცოტა შეიძლება აზრების დალაგება მიჭირს და კონცენტრაციის პრობლემა მაქვს, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად თქვა საზოგადოებისთვის ეს პოზიცია. არ არის პროტესტი გამხრალი. უბრალოდ პროტესტიდან პროტესტამდე მასობრივი ხასიათი შეიძლება შეიცვალოს. მაგიტომა საჭირო 24 საათიანი პროტესტი. 24 საათიანმა პროტესტმა უნდა ჩაანაცვლოს მასობრივი პროტესტები, რომელიც პერმანენტულია. მასობრივი პროტესტი 24 საათიანი ვერ იქნება. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს, რომ თბილისის ცენტრში 24 საათი დადგეს 100,000 კაცი. იმაშინაც კი როდესაც ჩვენ ქონდა პროტესტები, ის არ იყო 24 საათიანი. ხალხი მოდიოდა მათ შულიდან, ღამე არავინ არ იყო. და 24 საათიანი პროტესტი მაგიტომ ვერ იქნება 10,000 კაციანი, მაგრამ ეს უნდა იყოს იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ყველაზე ესე ვთქვათ, მტკივნეულად თავისთვის იღებენ ამ პროცესს და მზად არიან მაქსიმუმი გაიღონ. უკვე მეჩვენება რომ ისე მიაჩვიეს ხალხი რომ მტკივნეულად აღარ აგიქვამს, ბევრი ისე მტკივნეულად როგორც ბევრი შეიძლება მე არ აგიქვამს, მაგრამ ის ცოტა ვინც აგიქვამს. იმისთვის სხვა გზა, სხვა არჩევანი, სხვა ადგილი ყოფნის არ არის. ამიტომ ის ხალხი 24 საათიან პროტესტში უნდა ჩაერთოს. და ეს ადამიანები ვიქნებით 10, 100 თუ 200 შედეგზე ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მორალური ვალის კუთხით ჩვენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მიმაჩნია რომ თუ დღეს აქ ჯერ 10-იც არა ვარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს მორალურად სწორი არ არის. თუ აქ ვიქნებით 200, აქ იქნება სხვანაირი მიზიდულობა და იქნება სხვანაირი ეფექტი ამ ყველაფრის. მაგრამ თუ არ იქნება 200, რამდენიც ვართ, უნდა გვესმოდეთ იმათ, რომ 200 ვერ გავხდებით თუ 10 არ ვიქნებით. საჭიროა 10, მერე 20, მერე 30, უნდა შეიცვალოს დღეების რაოდენობა პროტესტის, დღეს არის 12, უნდა გახდეს 20, უნდა გახდეს 30 და თუ მე 30 დღეს აქ ვარ, მე მჯერა რომ 30 ადამიანი 30 დღეს აქ იქნება. ჩვენ ალბათ აი ესე ამ ფორმატში ვერ ვისაუბრებთ 30 დღეს, მაგრამ კიდე გვექნება შესაძლებლობა დავილაპარაკოთ და ვაპირებ რომ 30 დღეც 30 დღესაც აქ იყო შემშილობა. მე ვაპირებ რომ ვიყო მანამ სანამ ეს შემიძლია და საჭიროა. გონიო დღეს ეს არის საჭირო. შედეგი რა შეიძლება იყოს ამ შემშილობის? შენ შემშილობის გამო ხა ბევრი იტყვის რომ ხა გედის შემშილობის გამო ხელისუფლება არაფერს არ შეცვლის. ხო გამოვიდა მაგალითად გიავოლსკიმ დაქცინა და რაღაც ის დაიწყო ლაპარაკი რომ ეხეთყობა გედის ყურადღება მოაკლდაო და ეხლა უნდა ყურადღების მიქცევაო. ხო არა, ახლა მაგი არ ვიცი პოლიტიკურ ჭრილში თქვა თუ ფსიქოანალიზის ჭრილში, ახლა თუ ფსიქოანალიზ თერაპევტობა დაეწო გია, პირდაპირ გეტყვი რომ არ არის არეგების მისგან ასეთი საქმიანობა.
თუ პოლიტიკურ ჭრილში თქვა, პოზიციაზე ყურადღების მიქცევა აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური ჟესტია და ყურადღებოთ ამ პოზიციის დატოვება უფრო ამორალურია. მე 2016 წელს, როცა უადო პატიმრებმა დაიწყეს შიმშილობა საჯარო აღსრულების დაწესებულებაში, მივედი და შევხვდი ამ უადო პატიმრებს და ჩვენ მქონდა საუბარი მათი პრობლემების შესახებ და მათ ძალიან ძიმე მუხლები ჰქონდათ. ეს არ იყო ხალხი, რომელიც რაცა უმნიშვნელო გადაცდომების გამოისხნენ საჯარო აღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ ყურადღებას ისინიც იმსახურებდნენ როგორც მოშიმშილეები და ჩემთვის კითხვის ნიშანი არ იყო იმასთან დაკავშირებით ეს ყურადღება უნდა მიგვექცია თუ არა. რეჟიმი ჰუმანურ სახეს კარგავს ყოველდღიურად, ადამიანურ სახეს კარგავს ყოველდღიურად და ეს პროტესტი ფორმა მისი მოთხოვნა კი, მაგრამ ფორმა არ არის დაკავშირებული მანდამაინც ხელისუფლებასთან, მასთან აპელირება არ არის. მე რა პოსტავა რომ ციხეში შიმშილობდა მე რა იქ ციმბირში. ეს არ იყო გათვლილი ადმინისტრაციაზე, რომ ადმინისტრაცია შეშფოთდებოდა, გული აუჩუყდებოდა. 9 აპრილს და მანამდე ნოემბერში რომ აქ ახალგაზრდები შიმშილობდნენ, ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ საბჭოთა იმპერიის ემპათიისთვის მიეღწიათ. ეს არის პროტესტის ფორმა, როცა ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ჩვენ არათუ არ გავწყდით, არამედ მაგრები ვართ და არ ვიხევთ უკან. აი ციხეში შიმშილობა მაგიტოა ყველაზე უფრო დიდი პროტესტის ფორმა. უბრალოდ მე ვამბობ დღეს ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ საქართველოს იყოს ციხე და ჩვენ გადაწყვიტეთ რომ ვიშიმშილოთ. აი ეს არის პროტესტის ადეკვატური რეაქცია, პროტესტის ამ ფორმის არჩევით. რას ეთყვი იმ ხალხს, ვიზეც ახლა საუბრობდი, რომ ვისაც აღარ აქვს რეაქცია ისეთი, როგორც 1-2 წლის წინ ჰქონდა, აღარ გამოდის ქუჩაში, აღარც ყოველდღიურ პროტესტზე აღარ მოდის, ზოგს ნიჰილიზმი გაუჩნდა, ზოგი შეეგუა. მე ამ ხალხს მოუწოდებ, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ რუსთაველის გამზირის პროტესტის ნაწილი, ვისაც როგორ შეგეძლიათ. გაგიჩნდათ ნიჰილიზმი, არ გაგიჩნდათ, ვიღაცა 24 საათი იქნება აქ. ვიღაცა იშიმშილებს. ვიღაცა არ იშიმშილებს, მაგრამ უშიმშილებზე იზრუნებს. ვიღაცა ღამეს გაათევს, იმიტომ რომ ამით მიიღოს მორალური კმაყოფილება, რომ მაინც არ დაემორჩილა რეჟიმს. ვიღაცა მოვა რამოდენიმე საათი და დადგება აქ. ვიღაცა მოვა 10 წუთით, მაგრამ მოიტანს თფილ, ადიალას, ლეიბს, საბანს და გაათფობს იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი აქ არიან. აი ასე ვიყოთ ერთმანეთთან სოლიდარულები და დავიცვათ ჩვენი სამშობლო. გამოვხატოთ არა ერთმანეთის მიმართ სიყვარული ამით, არამედ სიყვარული საქართველოს მიმართ. ეს იქნება ჩვენი გზავნილი ყველას მისამართით, ვისაც არ უნდა რომ საქართველოს დამარცხდეს მარტო იმიტომ რომ ერთმა კაცმა გადაწყვიტა რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა ემსახურებოდეს არა ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს მის მომავალს, არამედ მას პერსონალურად. ჩვენ საქართველოს სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დადგომით და სოლიდარობით დავამარცხებთ აი ესეთ ბოროტებას, რომელიც დღეს არის საქართველოში. გავამხნევებთ და გავაძლიერებთ ჩვენ პოლიტპატიმრებს და დაუბრუნებთ ყველას რწმენას, ბრძოლის, ვისაც ეს რწმენა დაკარგული აქვს. იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გატეხილ ხმალზე მართალი არავინ არ არის და არაფერი არ არის. ნუ გვექნება შიში იმისა, რომ რაღაცა უცბად ვერ მივიღებთ რაღაცა გამარჯვებას, უცბად ვერ მივიღებთ რაღაცა წარმატებას. ჩვენ ქმნით ისტორიას და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის გამარჯვებას ჩვენი სამშობლოსთვის. აი ეს არის ჩემი мотиваცია და ჩემი ემოციური გზავნილი ყველას მიმართ, ვისაც დღეს ცოტა რწმენა მოაკლდა და აქ იმისი განცდა, რომ რაღაცა შეიძლება ისე არ წავიდეს. ყველაფერი კარგად იქნება. უფალიც ჩვენი შემწე იქნება და ჩვენი გვერდში მდგომი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მადლით მოვიპოვებთ ამ თანადგომას და გეოპოლიტიკური პროცესები, გადახედეთ სოფლიოში რა ხდება, არის ჩვენ სასარგებლო. ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური ცვლილება ხდება ისეთი, რამაც საქართველოს გამარჯვებას ხელი უნდა შეუწყოს. ამიტომ თავარია ჩვენ არ დავკარგოთ რწმენა, არ გავჩერდეთ, არავის არ ვაგზნობინოთ, რომ ქართველი კაცის გატეხვა შეიძლება, დავიცვათ საქართველოს კორუმპირებული ხელისუფლებისაგან, არაბული ექსპანსიისაგან, იზოლაციისაგან და შეუნარჩუნოთ
მომავალ თაობებს შანსი რომ ამ ქვეყანაში შექმნან ბედნიერება და არ ეძებონ ეს ბედნიერება სხვა ქვეყნებში. ხო, ანუ ზოგი კითხულობს, რომ რა აზრი აქვს, მაინც არაფერი იცვლებაო, მაგრამ ქუჩაში გამოსვლას, ხო, მაგრამ ამის გარეშე გამოდის, რომ დანებდი. რა თქმა უნდა. შეეგუე დიქტატორას, შეეგუე შენს ოცნებას ხაზე გადაეცვა მარტივად რო. მე ვერ ვიღებ. ისაც იბრძოდი 30 წელი. მე ვერ ვიღებ ამ ემოციას, იმიტომ რომ ბაქ შემთხვევაში უნდა თქვა რა აზრი ქონდა ქეთევან წამებულის თავგანწირვას, ხო? და ბევრი ჩვენი წმინდანის თავგანწირვას რა აზრი ქონდა? შუშანიეკს, აბოთფილეს, აი რა აზრი ქონდა რაიმე თავგანწირვას, რაიმე სხვერბს. ისინიც მარტვილობდნენ, ისინიც სხვერბზე მიდიოდნენ, უფრო დიდ სხვერბზე მიდიოდნენ. ახლა მე ვზივარ და 24 საათი ვარ აქ და ექიმებიც მაგცევენ ყურადღებას და არ მიმაჩნია ეს იმ ფასად სხვერბლის და თუ ამას არა აქვს აზრი, მაშინ იმას მით უმეტეს რა აზრი ქონდა ქეთევანმა, რატომ მოიკლა თავი? მოიკლა ქეთევანმა თავი, მოდი ასე ვკითხოთ. ხო? იმითი რომ თქვა რომ მე სარწმუნოებას არ უღალატებ, ჩემერს არ უღალატებ, ისტორიის წინაშე მართალი დავდგენ. მოიკლა თავი? არა. მან სული გადაირჩინა, მან წმენა შეინარჩუნა, ის ისტორიის წინაშე მართალი არის და გახსენდება საქართველოს წარსული, გინდა ძალა და რაღაცა ენერგეტიკა წარსულიდან, რომ მომავლისთვის იბრძოლო, გახსენდება ქეთევანი. ის შენთან ერთად არის და ბრძოლისაგან მოგიწოდებს. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, კოტე აფხაზი, ჩვენი დიდი მებრძოლები ანწუხელიძე, ყველა ჩვენ მოგვიწოდებს თავგანწირვისთვის და ბრძოლისკენ. და რა უფლება გვაქვს ჩვენ აი ასეთი კატეგორიებით ვიაზროვნოთ და ვიფიქროთ, რომ რა აზრი აქვს და ამ ეს რას მოგცემს, როგორ არ მოგცემს? ანწუხელიძემ არაფერი არ მოგცა? ეროვნული ღირსება დღეს ანწუხელიძით არა გვაქვს, კოტე აფხაზით არა გვაქვს, ქეთევან წამებულით არა გვაქვს. ამიტომ აი როგორ შეიძლება ესეთი სკეპტიკური განწყობების დანერგვა დაიღალე, მოდუნდი, შეგეშინდა, ადამიანი ხარ, გაქვს ამისი უფლება. მაინც უნდა შემოუძახოთ თავს, ერთმანეთს უნდა შემოუძახოთ, გავაძლიეროთ და უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ერთმანეთის სიყვარულით არა. მე სულ ამბობ მე მაგას, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ციხეებში არიან პოლიტიკური შეხედულების გამო, სიდისის პატრონებზე არაფერს არ ამბობ, იმათ ძალიან მაღალი მორალური თამასა აქვს. პოლიტიკოსები შეიძლება არ მოგწონდეს, ვიღაცის მოსაზრებები არ მოგწონდეს, რაღაცა გაიხსენო, რომ ნიკა გვარამიამ ისეთი არ თქვა, რომ შენ მოგეწონა ან არ გააკეთა. შეიძლება ელენე ხოშტარიასი არ მოგეწონა რაღაცა, შეიძლება ვაშაძის არ მოგეწონა რაღაცა, მაგრამ ეს ხალხი არის ეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ციხეში და თუ ამას შენ სტანდარტად დაამკვიდრებ, შენ მოხდები ციხეში. რამდენიმე თვეში გამოვიდოდნენ და ხა აღმოჩნდა, რომ ახალ გრაფს უყენებენ, რომ ვერც გამოვიდნენ. ეს არის გზავნილი ყველა ჩვენთაგანისთვის. წლები ვერ გამოვიდნენ. ყველას გვეუბნებია. გაქვთ პოლიტიკური შეხედულებები თქვენი, გაქვთ კრიტიკული აზროვნება, აი ზოგადად რაღაცისადმი კრიტიკულად აზროვნებთ, რაღაცას უყურებთ, აი ესე, რომ ეს შეიძლება სწორი არ იყოს. პროპაგანდის მონები არ ახართ, წახვალთ ციხეში. აი ამ ეს გზავნილი მივიღოთ? ეს გზავნილი არ უნდა მივიღოთ, ამას უნდა დაუპირისპირდეს ყველა შემთხვევაში 24 საათიანი პროტესტი. სხვა გზა, სხვა ხსნა, სხვა არჩევანი ამ ვითარებაში თუ გვინდა დავიცვათ მომავალი და დავიცვათ ჩვენი სამშობლო, დავიცვათ საქართველო, ჩვენ არა გვაქვს. გასაგებია. მადლობა დიდი, მე იმედი მაქვს, რომ შენი და სხვების ბრძოლა შედეგს გამოიღებს და ქართველი ხალხი უბრალოდ არ შეეგუება უსამართლობას და დიქტატორის დამყარებას, ხო? თუ აქეთკენ წავიდა საქმე და დღეს ასე ჩანს, რომ შეიძლება აქეთკენ მივდიოდეთ. მადლობა დიდი, მე გადაცემის ბოლოს სხვებისაც ჩავწერე მცირე ინტერვიუთი, ვინც შიმშილობს შენთან ერთად, ვისაც ეკნება სურვილი გამოთქვას თავისი აზრი. აქ თქვენ შემოვერთით შიმშილობას, ხო, როგორც ხვდები, რატო შემოვერთით, რატო გადაწყვიტეთ, რომ ასეთ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიგენართ? პროტესტის ამ ფორმას აქვს ორი მთავარი მოთხოვნა. პირველი ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და მეორე არის სამართლიანი არჩევნები. ეს ორი საკითხი არის უმნიშვნელოვანესი დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ დღეს ვხედავთ რა მდგომარეობა არის საქართველოში. ეს არის მიტაცებული ძალაუფლება. ჩინოვნიკები, ანუ ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლები, დღეს საუბრობენ ხალხის სახელით, მაშინ როდესაც ისინი ხალხს არ აურჩევია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ესენი არიან არჩეული მხოლოდ ერთი ადამიანის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ. ისინი საუბრობენ ხალხის სახელით და ჩვენ ქართულ ხალხს გვაშორებენ ცივილიზებულ სამყაროს, გვაშორებენ ევროპას. დღეს ჩვენ ვკარგავთ ჩვენს შანსს უკეთესი მომავლისთვის.
გარდა იმისა, რომ დაატყვევეს საუკეთესო აქტივისტები, დაატყვევეს პოლიტიკოსები და არ შეიძლება დღეს ჩვენი გაჩერება. ჩვენ თუ დღეს გავჩერდებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ დიქტატურის გაფორმებას. მაშინ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს უკეთეს მომავალზე. ამიტომ თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში ცვლილება უნდა, ერთადერთი სწორი რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ არ გავჩერდეთ და მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ცვლილებების პროცესში, რომ მალე დადგეს სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში. ასე გემმა, მადლობა. თქვენ ჩიმშილობთ, ხო? რომ ითხრათ თქვენი პოზიცია, რატო გადაწყვიტეთ, რომ ასეთი უკიდურესი ფორმისთვის არის? უნდა გამოუშვან პოლიტპატიმრები, უნდა დანიშნონ სამართლიანი არჩევნები, უნდა გამეიძიონ, რაც დანაშაული აქვს თეატრულუკიანს და სხვა სასამართლებს, ეს შერჩევითი სამართალია. მაშინ თეატრულუკიანმა გაასამართლოს თავისთავი, გაასამართლოს მთელი პარლამენტი, გაასამართლოს ივანიშვილი და გაასამართლოს კობახიძე. ეს არის ჩემი მოთხოვნა. ვითხოვ ამას. ასე გემმა, თქვენ რატო შევშილობთ? პირველ რიგში სანამ თქვენ კითხვას უპასუხებთ, მინდა რომ ვისარგებლო თქვენი ეთერით და ყველა პოლიტპატიმრებს უსურვო განთავისუფლება და ჯანმრთელობა და მინდა უთხრა რომ გამარჯვება ახლოს არის და მალე გავიმარჯვო. რაც შეეხება ჩემს შიმშილობას დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რუსული რეჟიმიდან გამომდინარე, სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ეს არის უკიდურესი ფორმა, რომელიც ადამიანი გამოხატავს თავის პროტესტს. ყველანაირი კანონმდებლობით შეგვიზღუდეს არაღიარებულმა ხელისუფლებამ და გვირჩევნია ამ ფორმით გამოხატოთ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული არის იმის შეგუება, რომ მით უმეტეს მე 90-იან წლებში დავიბადე და ვიცი რა არის რუსული რეჟიმში ცხოვრება და არ მინდა რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ განიცადოს ის ტრავმა და ტკივილი, რაც ჩვენ განვიცადეთ და მინდა უთხრა ამ ხელისუფლებას, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია ანუ იმპერატორებს და იმგეს არ გასვლია ქვეყნის დაპყრობა. იმიტომ რომ საქართველოს მრავალ საუკუნეების განმავლობაში ასეთ ტანჯვაში ბრძოლაში იყო და ყოველთვის გამარჯვება მიაღწია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველიერი გაერთიანდება და მივაღწევთ სანატრელ გამარჯვებას, რასაც თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობა. ასე გემია, მადლობა. აქეთაც გადმოვიდეთ, ნახოთ კიდევ ერთი ქალბატონი შიმშილობს. ქალბატონი დარეჯანი შეიძლება რომ თქვენს კითხოთ, რომ გამოვგზავნდეთ. თქვენ აქ მანამდეც იყავით კარავში, ხო? თუ 8 თვე აქ ხართ კარავში. არა, მე 9 თვე გათავდება, ახლა 7 9 თვე კარავში ხართ, უბრალოდ შიმშილობა ახლა დაიწყო. ახლა დავიწყეთ, მედისთან ერთად. კი ბატონო. თუმცა მანამდე 9 თვე იყავით აქ, ამ ტერიტორიაზე. მე მგონი თქვენ იყავით, ვისაც ეს 24 საათიანი პროტესტი ქონდა ერთადერთი. კი ბატონო. თუ რო გითხრათ, რა საპროტესტებთ არტივად? მე ძნელი ამ ქვეყანაში იცხოვრო და პროტესტი არ გაგიჩნდეს. დიქტატურა ჩამოაყალიბა პირდაპირ ივანიშვილმა, ну ახლა ივანიშვილია ყველაფერი და ესენი ყველამ ივანიშვილის მონებია და ივანიშვილი კიდევ პუტინის მონაა და პუტინის დავალებით კეთდება ყველაფერი და როგორ შეიძლება ასე დროს პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდეს ადამიანს. შიმშილობის აქცია ეს არის ყველაზე უნებელი აქცია და ყველაზე წყნარი აქცია, რო ვთქვათ, თავგანწირვა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ასეთი მშვიდი აქცია. და მივმართეთ ამ პროტესტს, იმიტომ რომ ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ჩვენ და თუნდაც წლების ისტორიულად რო ვთქვათ, თავგანწირვის გარეშე არასდროს არაფერი მოგვიპოვებია და ეროვნული მოძრაობის დროს ამან გაამართლა. ვფიქრობ, რომ ეხლაც გაამართლებს. სამშობლო ყველას უფრო მიაქცევს ყურადღებას ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, იცით რა არის, ყველამ ეხლა ყველაფერი უნდა დაივიწყოს. ვინ ვის მოსწონს, ვინ ვის არ მოსწონს. ეხლა მთავარია საკუთარ თავზე მაღლა დადგეს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი შვილების მომავალი. დავივიწყოთ ყველაფერი, უნდა გავერთიანდეთ და ახალი ეროვნული მოძრაობა უნდა შეიქმნას ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ისე არაფერი არ გამოგვივა, თუ ეს მიზიდულობის ცენტრი არ გახდა აქ და თუ ჩვენ თავი არ გადავდებით ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს უკან არაფერი არა, ხრამია. აი იმ ზომამდე მიიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა. უნდა ვიბრძოლოთ თავგანწირულად, უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ ერთად და რაღაცას კი აუცილებლად მივაღწევთ. მიზიდულობის ცენტრი რო გახდება რუსთაველი, კი რეგიონებში სიარული კარგია შეხვედრები, კარგია ბრიფინგები, მაგრამ 24 საათიანი გრაფიკი რუსთაველის და
აუცილებლად იქნება მიღწევადი გამარჯვება. დარეჯან ცხვიტარია. დიახ, დარეჯან ხო, კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებლოსო, თქვენ 9 თვეა აი აქ პარლამენტთან 24 საათი კარავში ცხოვრობს ეს კალბატონი, უბრალოდ 9 თვე არ შიმშილობდა, ბუნებრივია, ეხლა დაიწყო გედისთან ერთად შიმშილობა და გედიც ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი აქ იყოს კარვების ქალაქი. და რამდენად ეთახმებით ამას, ანუ ასე პროტესტის ასეთი ფორმა. აუცილებელია 20-ში, აი 20-ში საპარლამენტო არჩევნები რო გაყალბდა, ჩვენ ხო ვაპროტესტებდით, აი აქ ვიჯექით, 7 თვე ვიჯექით. ნიკა მელია რო დააკავეს და მე ყველა პარტიებმა შარლ-მიშელის დოკუმენტს რომ მოაწერეს ხელი, რომ არა, მაგათი ხელმოწერა და პარლამენტის სკამებზე ესა წვდომა ორ კვირაში არჩევნები ჩატარდებოდა აქ, იმიტომ რომ მე ჩემი ყურით მოვისმენე ერთი პოლიციელი მეორეს რო ელაპარაკო და რა გააკეთა ამ ოპოზიციამ ორ კვირაში არჩევნები უნდა დანიშნულიყო. ეხლა აი ეს ყველაფერს თავი დავანებოთ. ის ლელოა თუ ვინც არის თუ უბრალო მოქალაქეა თუ ვიღაცა არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ეხლა ამ ქვეყნის გადასარჩენად. თუ გვინდა რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი სამშობლო, ჩვენ ყველაფერს განზე გადავდოთ, ჩვენ თავზე მაღლა უნდა დავაყენოთ სამშობლო. ასაგები, მადლობა. გაიხარეთ.